დღეს რთულია იპოვოს სფერო, რომელსაც ტექნოლოგიური სიახლეები არ ეხება. ამიტომ გიყვებით სიახლეებზე, რომელიც ხვალ აუცილებლად შეგვეხება ჩვენ. ჭკვიანი საათები დაბადებიდან სულ უფრო გონიერი და საინტერესოები ხდებიან. ნახოთ, რამდენად კარგად გადის ევოლუციის ხაზს Samsung-ის smart საათი. პრეზენტაციისთვის მომზადებული მრგვალი სცენა, რომელზეც გამოდიოდა Samsung-ის წარმომადგენელი, არ იყო შემთხვევით არჩეული. IFA 2015-ზე სამხრეთ კორეულმა გიგანტმა წარადგინა ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სიახლე, Gear-ის ოჯახის საფირმო ჭკვიანი საათის შემდეგი თაობა. Samsung-ის ჭკვიანმა საათმა Gear S2-მა პირველი თაობისგან განსხვავებით მიიღო კლასიკურად მრგვალი დისპლეი და ახლა თითქმის არ გამოირჩევა გარეგნულად ტრადიციული ანალოგიური მაჯის საათისგან, მაგრამ ამ ფაქტის მიუხედავად ინოვაციური სიახლეების გარეშე არ ჩაუვლია. Gear S2-ის ერთ-ერთი მახასიათებელი, რომელზეც ამახვილებენ ყურადღებას შემქმნელები, არის საათის ციფერბლატის ირგვლივ მოძრავი მეტალიკური სარტყელი, რომლის დახმარებით ხორციელდება ნავიგაცია მენიუსა და აპლიკაციებში. მართვის ასეთმა ხერხმა მნიშვნელოვნად უნდა გაამარტივოს ტაქტილური ურთიერთქმედება საათთან, განსაკუთრებით თუ ის მიმდინარეობს მოძრაობისას, რაც მფლობელს თავიდან არიდებს სენსორული დისპლეის ან ჟესტების ბრძანებების გამოყენების აუცილებლობას. Samsung Gear S2 გაიყიდება ორ ვარიაციაში: სტანდარტული ვერსია და მოდიფიკაცია Classic. ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ კორპუსის ფერით, სამაჯურის ფერითა და ამ უკანასკნელის დამაგრების ხერხით განსხვავდებიან. ასევე აღსანიშნავია, რომ გაიყიდება ვერსია 3G მოდულით eSIM ბარათებისთვის. შემქმნელების თქმით, ჩაშენებული ბატარეა გაძლებს 2-3 დღე. Samsung Gear S2 საათის ღირებულება არ სახელდება, მაგრამ სავარაუდოდ ის არ იქნება $300-ზე ნაკლები. მისი გაყიდვები ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყება ამ წლის ოქტომბერში. მოდელი 3G მოდულით გამოჩნდება ბაზარზე ოდნავ მოგვიანებით. ელექტრომობილების წარმოება სულ უფრო საინტერესო ხდება ავტოგიგანტებისთვის. ამჯერად ჩვენს გაოცებას Porsche-ს ინჟინრები შეეცდებიან. ნახოთ, რამდენად შეძლებენ გაუწიონ კონკურენცია ისეთ კომპანიას, როგორიცაა Tesla Motors-ი. ფრანკფურტის ავტოსალონში გაჩაღებული მუშაობა მიდის. კომპანია Porsche-მ გამოფენის საუკეთესო ექსპონანტის წოდებაზე პრეტენდენტი წარმოადგინა. ყველა გაგებით მშვენიერი ავტომობილი Mission E Concept სრულად ელექტრო სუპერკარს წარმოადგენს, სწრაფი დატენის მხარდაჭერით, რომელსაც Porsche-ს განცხადებით შეუძლია Nürburgringის გზის 8 წუთში გავლა. Mission E-ს მოხდენილი, დახვეწილი და ელეგანტური ბორტის ქვეშ იმალება ორი სინქრონული ელექტროძრავი მუდმივი მაგნიტებით, რომლებშიც გამოყენებულია იგივე ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენებოდა წელს კომპანიის მიერ 919 Spider-ში. ორი ძრავის საერთო სიმძლავრე შეადგენს 600 ცხენის ძალას, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ელექტროავტომობილმა 100 კმ/სთ განავითაროს 3.5 წამში, ხოლო 200 კმ/სთ 12 წამში. თუმცა რაც არ უნდა მძლავრი იყოს ელექტრომობილი, მის მთავარ და მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს ბატარეა. თუ Porsche-ს დაუჯერებთ, მის დასატენად საათობით ლოდინი არ მოგვიწევს. კომპანიამ შეიმუშავა 800 ვოლტიანი დატენვის სისტემა, რომელსაც სულ რაღაც 15 წუთში შეუძლია ბატარეის Mission E-ს 85%-მდე დატენვა. ამას გარდა ავტომობილი აღჭურვილია ინდუქციური ხვრით, რომელიც საშუალებას აძლევს უსადენო გზით დატენოს ავტომობილის აკუმულატორი. Mission E ჯერჯერობით მხოლოდ კონცეფტია, ამიტომ გაუგებარია თუ როგორ და სად შეძლებენ ამ ავტომობილის მფლობელები 800 ვოლტიანი სწრაფი დატენვის სისტემის გამოყენებას. თუმცა Porsche მიუთითებს იმაზე, რომ ავტომობილის ბატარეის დატენვა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ ჩვეულებრივ დამტენ სადგურზე, თუმცა ამ შემთხვევაში დატენის პროცესი შედარებით ნელი იქნება. ინტერიერი, ისევე როგორც ექსტერიერი, წარმოადგენს მთლიანი ელექტროობის კვინტესენციას. ელექტროავტომობილებს არ სჭირდებათ გადაცემათა კოლოფის არხი და კარდანის ლილვის ტუნელი. დიზაინერებისთვის იხსნება უამრავი შესაძლებლობები შემოქმედებისთვის და იმისთვის, რათა ავტომობილი იგრძნობოდეს უფრო მსუბუქი და სივრცული. ამასთან ჩნდება უამრავი დამატებითი ადგილი სხვადასხვა ელექტრომოწყობილობების, უამრავი უჯრისა და ტელეფონის, საფრთხეებისა და სათვალეებისთვის სათავსოების დასაყენებლად. Mission E წარმოადგენს სედანს, რომელიც გათვლილია 4 ადამიანზე, რომელთაგან თითოეული მოთავსდება საკუთარ ინდივიდუალურ მსუბუქ სავარძელში. მართვის პანელი ოდნავ შებრუნებულია მძღოლისკენ და გააჩნია სპეციალური სენსორები, რომლებიც თვალს ადევნებენ იმას, თუ საით იყურება მძღოლი. როგორც ზემოთ აღნიშნეთ, Mission E მხოლოდ კონცეფტია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ Porsche მოახერხებს ამ ფუტურისტული ელექტრომობილის წარმოების დაწყებას, რომელიც სწორი საფასო პოლიტიკის შემთხვევაში უდაოდ გაუწევს კონკურენციას დღესდღეობით ბაზარზე არსებულ Tesla Model S.
როდესაც ანიმაციას უყურებთ, იშვიათად თუ ვფიქრობთ იმაზე, რამ ხელა შრომაა საჭირო ვირტუალური გმირების გასაცოცხლებლად. თანამედროვე ტექნოლოგიები ამ საქმეს ამარტივებს, თუმცა ჩვენი აზრით ეს ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საინტერესო პროცესად რჩება. დახატული ანიმაცია ნელ-ნელა უკვე წარსულს ბარდება. არავის ურს დიდი ძალისხმევის, დროის და ფულის ხარჯვა იმაზე, რომ ხელით დახატოს თითო კადრი და ამის ნაცვლად ყველა მიმართავს 3D ანიმაციას, რომელსაც შეუძლია ბევრად გაამარტივოს და დააჩქაროს ანიმირებული ფილმების შექმნის პროცესი. გლენ კინი მუშაობდა ანიმატორად სტუდია დისნეიში 40 წელი. ის გვაჩვენებს თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი ახალი ტექნოლოგიებით. გლენ კინი მუშაობდა ისეთ სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმებზე, როგორიცაა მაშველები, ალადინი, ქალთევზა, ურჩხული და მზეთუნახავი, ტარზანი და პოკაჰონტასი. მამამისი ბილ კინიც ანიმატორი გახლდათ. ასე რომ გლენმა ხატვისადმი ნიჭი და გულმოდგინება, რაც ძალიან ჭირდება ანიმატორს, სწორედ რომ მისგან მიიღო მემკვიდრეობით. საკუთარი 40 წლიანი კარიერის განმავლობაში მან გაიარა ძალიან დიდი გზა სტუდია დისნეიში, დაწყებული დეკორაციის მხატვრიდან დამთავრებული რეჟისორით. ვირტუალურ რეალობასთან გლენს პირველად მოუწია მუშაობა, ასე რომ თავდაპირველად ის თავს უჩვეულოდ და მოუხერხებლად გრძნობდა. თუმცა საკმაოდ სწრაფად შეეჩვია და რამდენიმე თავისი პერსონაჟიც დახატა, ურჩხული და ქალთევზა არიელი. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ვიდეორგოლი, რომელიც წარმოგვიდგენს თუ რამდენად რთულ შრომას წევენ ანიმატორები იმისათვის, რათა ჩვენ ეკრანზე ვიხილოთ მულტფილმების გაცოცხლებული პერსონაჟები. სამიდი პრინტერების შესაძლებლობები იზრდება და როგორც ჩანს ამ ტექნოლოგიამ საკუთარი ადგილი სამედიცინო სფეროშიც იპოვა. ამის წარმოდგენა რთული არ იყო, თუმცა ჩვენ გვეგონა, რომ ეს უფრო შორეული მომავლის პერსპექტივა იქნებოდა. ავსტრალიის კომპანიამ CSIRO, რომელიც დაკავებულია 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის განვითარებითა და დანერგვით, შექმნა მკერდისა და ნეკნების ტიტანის იმპლანტანტი, რომელიც შემდგომ კიბოთი დაავადებულ 54 წლის პაციენტს წარმატებით გადაუნერგეს. კომპიუტერული სკანირების შემდეგ მიღებული სურათების საფუძველზე ავსტრალიის ქალაქ მელბურნში განლაგებულმა კომპანია Anatomics, რომელიც აწარმოებს სამედიცინო მოწყობილობებსა და ტექნიკას, შეიმუშავეს იმპლანტანტის დიზაინი, რომელიც იდეალურად გამოდგება სარკომით დაზიანებული ადამიანის მკერდის ნაწილების შესაცვლელად. შემუშავებული დიზაინით Anatomics-მა მიმართა კომპანია CSIRO-ს და მის განყოფილებას Lab 22-ს, რომელმაც ფენა-ფენად დაბეჭდა აუცილებელი იმპლანტანტი ტიტანებისგან თავის $900,000 ღირებულების მაღალ ტექნოლოგიურ 3D პრინტერზე Arkham. როდესაც იმპლანტატის წარმოება დასრულდა, ის მაშინვე გაგზავნეს ესპანეთში, სადაც გადანერგეს პაციენტის მკერდში. იმპლანტანტის კონფიგურაციამ ექიმებს მისცა საშუალება საიმედოდ მიემაგრებინა ის ადამიანის ჯანსაღ ძვლებთან სპეციალური ჭანჭიკებით. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და 12 დღის შემდეგ პაციენტი გაწერეს საავადმყოფოდან. LG-ს ახალი პროექტორი ყურადღებას უჩივის და ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ გაგაცნოთ ეს პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო ნივთი თქვენ, ძვირფასო მაყურებლებო. უცნაურია, რომ პროფილური პრესა გამოფენა IFA 2015-ის გაშუქებისას ხშირად წერს მსხვილი კომპანიების დიდ ტელევიზორებსა და მობილურ მოწყობილობებზე. ამასთან თითქმის არ ახსენებენ პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო ნივთებს. ერთ-ერთ ასეთ პატარა და საინტერესო საგანს წარმოადგენს კომპანია LG-ს ახალი პროექტორი Mini Beam PF1000U. ის ვერ გაგაოცებთ 4K გარჩევადობის გამოსახულებით, OLED პიქსელების სიმრავლითა და არ გააჩნია გლამურული დიზაინი. მისი მთავარი თავისებურებაა ტექნოლოგია Short Distance Focus, რომელიც იძლევა კედელზე 100 დუიმიანი ეკრანის პროექცირების საშუალებას 38 სანტიმეტრის დისტანციიდან და 60 დუიმიანი ეკრანის 11 სანტიმეტრის მანძილიდან. მთელი მშვენიერება იმაშია, რომ ახლა აღარ არის პროექტორსა და კედელს შორის საჭირო დამატებით აუცილებელ მინიმალურ სივრცეზე, ასევე გიგანტურ ტელევიზორებზე ფიქრი. ახალი პროექტორით LG-ს სურს ტელეგადაცემებისა და ვიდეოების Full HD ფორმატში სახლში ყურების კომფორტის კონცეფციის გადახედვა. პროექტორს გააჩნია ჩაშენებული რესივერი, კაბელური და ციფრული ტელევიზიისთვის. მთლიანობაში მას შეუძლია ყველაფერი, რაც შეუძლია ჩვეულებრივ ტელევიზორებს, მაგრამ ამასთან ოთახში იკავებს ბევრად ნაკლებ ადგილს. როგორც აღნიშნეთ, პროექტორი ასახავს Full HD გარჩევადობის გამოსახულებას. ამასთან სიკაშკაშე შეიძლება აღწევდეს 1000 ლუმენს, მაშინ როდესაც კონტრასტულობა არის 150.000 ერთ-თან დონეზე, რაც იძლევა გამოსახულების ხარისხის შენარჩუნების შესაძლებლობას პროექცირებადი სურათის უფრო დიდ ფართობზეც. პროექტორის ლამპის მუშაობის დრო შეადგენს 30.000 საათს.
საინფორმაციო გამოცემის Business Korea-ს თანახმად, მოცემული სიახლის შეძენით დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ მისი შეძენა ოქტომბერში $1,470. სტარტაპები ხშირად უყრიან საფუძველს საინტერესო პროდუქციის წარმოებას. ამჯერად ბრიტანული როლი გვთავაზობს ახალი ტიპის კლავის სინთეზატორს. ნახოთ რამდენად ღირს მისით დაინტერესება. ბრიტანულმა სტარტაპმა როლიმ გამოუშვა თავისი სინთეზატორის რეზინის საფარის მქონე ახალი ვერსია. ის გახდა ოდნავ მცირე ზომის და მნიშვნელოვნად უფრო ხელმისაწვდომი. Seaboard Rise შეიქმნა როგორც რამდენიმე წლის წინ გამოშვებული ინსტრუმენტ Seaboard Grand-ის ყველაზე პორტატული ვერსია. სიახლის გააჩნია მხოლოდ 25 კლავიში. როლი უწოდებს მათ კლატალღებს, იმიტომ რომ ისინი ნამდვილად გავს ტალღებს. ამავდროულად უფროსი ძმის ყველაზე მცირე იტერაციას გააჩნია 27 კლავიში. შემცირებული ზომის წყალობით სინთეზატორის ღირებულება შეადგენს მხოლოდ $800, რაც საგრძნობლად უფრო იაფია ყველაზე ხელმისაწვდომ ვერსიაზე Grand. განსაკუთრებით თუ თქვენ არ ხართ პროფესიონალი. Seaboard-ის ეს კლატალღები არ არის რეზინის საფარის მქონე ჩვეულებრივი კლავიშები. თქვენ შეგიძლიათ ფიზიკურად მათი მოხრა, დაჭერა და ჩქმეტა სხვადასხვა ხმების გამოსაცემად. მოგეწონათ? სტარტაპის საიტზე სიახლე უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისთვის. Seaboard Rise-ის მიწოდება დაიწყება 9 ოქტომბერს. მას შემდეგ, რაც Windows 10-მა უკვე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი, პროგრამულ სამყაროში გამოჩნდა Office 365-იც. კორპორაცია Microsoft-მა Office 2016-ის გავრცელება დაიწყო 2015 წლის 22 სექტემბერს, თუმცა საოფისე პაკეტის ჩატვირთას ყველა ვერ შეძლებს. მაგალითად, Office 365-ის ზოგიერთ ხელმომწერს შეიძლება მოუწიოს ავტომატური განახლების ლოდინი ოქტომბრამდე. ყველაფერი დამოკიდებული იქნება რეგიონსა და სატარიფო გეგმაზე. კორპორატიული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება 1 ოქტომბრის მერე. პირველ რიგში 22 სექტემბერს ახალი Office-ის ჩატვირთვას შეძლებენ კერძო კლიენტები, რომლებმაც მოაწერეს ხელი Office 365 Personal-სა და Office 365 Home-ზე. თუმცა ახალი აპლიკაციების დაყენება მექანიკურად მოუწევთ. ავტომატური აპდეიტი არ გამოვა ოქტომბრამდე. ასევე მითითებულ რიცხვში Office 2016 ხელმისაწვდომი გახდა Office 365 Pro Plus-ის ხელმომწერებისთვის, რომლებმაც აირჩიეს განახლების ახალი მოდელი Current Branch. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვიცით ყველაფერი, ან თითქმის ყველაფერი ერთგვარ ევოლუციაზე, რომელსაც ლათინურად Homo-ს ეძახიან. მაგრამ ეს ასე არ არის. ბოლო წლების აღმოჩენები ხაზგასმით გვაჩვენებენ, რომ მომავალშიც მოგვიწევს ევოლუციური ჯაჭვის ზოგიერთი რგოლის აღმოჩენა. მეცნიერთა გუნდის აღმოჩენა აიძულებს კაცობრიობას თავიდან გადაწეროს სახელმძღვანელოები, რადგანაც ავსტრალოპიტეკებსა და ნეანდერტალელებს მოუწევთ თავის ოჯახში სრულიად ახალი წევრის, Homo naledi-ის მიღება. ერთ-ერთ რთულად მისადგომ აფრიკულ გამოქვაბულში გათხრების დროს მეცნიერებმა მიაგნეს 15 ადამიანის მსგავს არსების დაკრძალულ ნეშტებს, რომელიც მეცნიერებისთვის უცნობი აღმოჩნდა. ჩონჩხების მიხედვით ისინი საოცრად აერთიანებენ ადამიანისა და ავსტრალოპიტეკების ნაკვთებს, ამასთან ძალიან განსხვავდებოდნენ. აღმოჩენილმა არსებებმა მიიღეს სახელწოდება Homo naledi. Naledi ადგილობრივ დიალექტზე ვარსკვლავს ნიშნავს. ტიპური Homo naledi-ის სიმაღლე შეადგენს დაახლოებით 1,5 მეტრს, ხოლო წონა 45 კილოგრამს. მისი თავის ქალა მცირე ზომისაა ავსტრალოპიტეკებთან შედარებით. შესაბამისად, ტვინიც უფრო მცირე ზომისაა ვიდრე ადამიანის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი წინაპრები ნაკლებად გავდნენ მაიმუნებს, ისინი შესანიშნავად დაძვრებოდნენ ხეებზე. ასეთი დასკვნა მეცნიერებმა გამოიტანეს Homo naledi-ის ხერხემლის და გულმკერდის წყობის შესწავლის შედეგად. მეცნიერები გაოცებულნი იყვნენ იმ ფაქტით, რომ Homo naledi მარხავდნენ თავის მოძმეებს ერთ ადგილას. ამ დრომდე ითვლებოდა, რომ მხოლოდ Homo sapiens-ის წარმომადგენლებს ახასიათებდა ეს. სავარაუდოდ გამოქვაბული წარმოადგენდა ერთგვარ სასაფლაოს ჩვენი წინაპრებისთვის, რამაც კიდევ უფრო მეტად გააოცა მეცნიერები. 21 დღიანი ექსპედიციის განმავლობაში, რომელსაც აფინანსებდა სააგენტო National Geographic, შემოწმებული იქნა დაახლოებით 60 გამოქვაბული. აღმოჩენა გაკეთდა ჯერ კიდევ 2013 წელს, მაგრამ კვლევის შედეგების გამოქვეყნება მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს. Homo naledi-ის ნაშთების შესასწავლად მთელი ეს დრო მსოფლიოს 50 წამყვანი სპეციალისტი მუშაობდა. მოცემულ მომენტში მეცნიერების გუნდი აგრძელებს თავის კვლევებს. ამასთან არ კარგავენ იმედს, რომ აფრიკული გამოქვაბულები ინახავენ კიდევ ბევრ დიდ აღმოჩენას მსოფლიო მეცნიერებისა და ისტორიისთვის.
სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისას მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს უსაფრთხოება, მით უმეტეს თუ საქმე ეხება რბოლას. ამ მხრივ ტექნოლოგიური პროგრესი დამაიმედებელ მიღწევებს გვიჩვენებს. დღეს არსებული უსაფრთხოების ბალიშები მოტომრბოლელთათვის მოქმედებაში მოდის ან მოტოციკლის უსადენო ბრძანებებით, ან რიპ-კოდის დახმარებით, სპეციალური მოსაქაჩი ბაგირით. თუმცა კომპანია Dynesis სპეციალისტების აზრით, რომლებიც აწარმოებენ ექსტრემალური სპორტის სახეობისთვის დამცავ ტანისამოს, უსაფრთხოების ბალიშებს მოტომრბოლელებისათვის უნდა გააჩნდეს მართვის ავტონომიური სისტემა. კომპანიამ შეიმუშავა ქურთუკი ბაიკერებისათვის სახელწოდებით Misano 1000, რომელიც აღჭურვილია D-Air სისტემით. მისი შემუშავებისას გამოყენებული იქნა მსხვილ საერთაშორისო მოტორბოლებზე უკანასკნელ წლებში მომხდარ ავარიულ შემთხვევებზე არსებული მონაცემები. Misano 1000-ის მთავარი თავისებურებაა ქურთუკზე არსებული ელექტროსენსორები, მართვის სისტემა და GPS ბლოკი, რომლებიც დაკავშირებულია მიკროძაფებით სავსე უსაფრთხოების ბალიშთან. მოძრაობის დროს სენსორები აღწერენ ბაიკერის სხეულის მდგომარეობას წამში 8-ჯერ. ავარიული სიტუაციის შექმნისას, პირდაპირ შეჯახებისას ან ვარდნისას მოწყობილობა ირთვება და ბალიშები მომენტალურად ივსება ჰაერით, რითაც იცავს ბაიკერის ლავიწის ძვალსა და მკერდს დაზიანებისგან. სავარაუდოდ Misano 1000-ის ღირებულება $1700 იქნება. გაყიდვები დაიწყება ამ წლის ნოემბერში. მეცნიერები დიდი ხანია ეძებენ ადგილს, სადაც სიცოცხლის არსებობა იქნება შესაძლებელი. თუმცა არსებობს იდეა, რომ მარსის კოლონიზაცია მისი აფეთქებით უნდა დაიწყოს. ელონ მასკს ხშირად ადარებენ ტონი სტარკს. მეწარმე მილიარდელი დგას მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების SpaceX-ის, ელექტრომობილების Tesla-სა და მზის ენერგიის მიმწოდeblis Solar City-ის უკან. მაგრამ როდესაც ინტერვიუში ჟურნალისტმა სტივენ კოლბერტმა სთხოვა მას ჩამოყალიბდეს, არის ის სუპერგმირი თუ სუპერბოროტი, ელონი პასუხობდა ძალიან გაურკვევლად. ახლა ჩვენ ვიცით რატომაც. ოდნავ მოგვიანებით იმავე ინტერვიუში მასკმა აღიარა, რომ მეზობელ პლანეტა მარსზე თერმობირთვული იარაღის გამოყენების მომხრეა. ბიზნესმენი ხშირად ამბობდა იმის შესახებ, რომ აუცილებელია ადამიანებმა მოახდინონ მარსის კოლონიზირება და სავარაუდოდ მას მიზნის მიღწევაში ვერაფერი შეაჩერებს. ბოლოს და ბოლოს სრულიად რეალურია მარსის გადაქცევა მეორე დედამიწად, უთხრა მასკმა კოლბერტს. ამისთვის არსებობს ორი ხერხი, სწრაფი და ნელი. ნელი გულისხმობს უამრავი ტუმბოებისა და გენერატორების დაყენებას წითელ პლანეტაზე, რომელიც მას გააცოცხლებს ისე, რომ გაყენული ნახშირორჟანგი გადნება და დაფარავს პლანეტას უფრო სქელი ატმოსფეროთი. ატმოსფეროს უფრო სქელი საბანი გაახურებს პლანეტას უფრო ძლიერად და გაადნობს უფრო მეტ ნახშირორჟანგულ ყინულს და შეიკვრება წრე. სწორედ ამით ვართ დაკავებული დედამიწაზე და ამას ეწოდება გლობალური დათბობა. მაგრამ არსებობს მარსის გახურების უფრო მარტივი და სწრაფი ხერხი. მისი პოლუსების თავზე თერმობირთვული ბომბების აფეთქება, თქვა მასკმა. შეგახსენებთ, ელონ მასკი პირველად არ სთავაზობს მარსის გახურების ასეთ ექსტრავაგანტულ მეთოდებს მისი შემდგომი კოლონიზირებისთვის. რბოლა მხოლოდ რეალურ სამყაროში არ იწვევს ადრენალინს. ამაში ვიდეორგოლი დაგვარწმუნებს, რომელიც მეტად პოპულარული სიმულატორის დაჯილდოებისთვის შეიქმნა. სარბოლო სიმულატორის Forza Motorsport-ის რელიზამდე დარჩენილია 6 კვირა. ამასთან დაკავშირებით Microsoft-მა გამოუშვა სატელევიზიო რგოლი, რომელიც წარმოადგენს პროექტის რეკლამას. ვიდეორგოლში სახელწოდებით Legacy შემქმნელები იხსენებენ არკადული რბოლების განვითარების ისტორიას. კონკრეტულად საუბარია ისეთ კლასიკურ თამაშებზე, როგორიც არის Grand Trek 10 Atari-სგან, Pole Position Bandai Namco, RC Pro AM Rare, Chase HQ Taito-სგან და Bandai Namco-ს Ridge Racer. ვიდეოში სპორტული ავტომობილი Ford GT გადის ზემოთხსენებულ პროექტებში და საკუთარ მოგზაურობას ასრულებს სიმულატორ Forza Motorsport 6-ის ფოტორეალიზმის ერაში. Turn 10 Studios ქმნილება წარმოადგენს ექსკლუზივს Xbox One-ისთვის და ევროპაში გაყიდვები დაიწყო 18 სექტემბერს. გადაადგილების საშუალებად ყოველთვის როდი გამოდგება Suzuki თუ მაღალი განმავლობის ავტომობილები, მით უმეტეს თუ საქმე ეხება ბავშვებს. Kickstarter-ზე მეტად საინტერესო პროდუქტი გამოჩნდა. ბავშვის გაზრდა ეს ერთდროულად სიხარული და მრავალრიცხოვანი პრობლემებია მშობლებისთვის, რომლებსაც ყოველწლიურად უწევთ კარადის განახლება, ახალი სათამაშოების ყიდვა, მათ შორის ბავშვის გადაადგილების საშუალებების მრავალრიცხოვანი შეცვლა. ორმა ჰოლანდიელმა გამომგონებელმა იპოვა საბავშვო სატრანსპორტო პრობლემის ორიგინალური გადაწყვეტა, ცხოვრების პირველი თვეებიდან დაწყებული 13 წლით დამთავრებული. მათ შექმნეს Infento. ეს არის რაღაც კონსტრუქტორის მსგავსი, რომლისგანაც 2 საათში 6 წახნაგიანი გასაღების მეშვეობით შესაძლებელია ბავშვის ასაკის შესაბამისი ტრანსპორტის აწყობა.
ბაგაბაღის ასაკის ბავშვებისთვის შესაფერისია სამბორბლიანი ველოსიპედი, მცირე ზომის საბარგულით ბარგის გადასატანად. უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის ემატება ხელის მუხრუჭი და ამორტიზატორები, ხოლო 8-13 წლის ბავშვებისთვის სამბორბლიანი და დასაწოლი ველოსიპედები. გათვალისწინებულია ზამთრის ვარიანტებიც. ამჟამად უნივერსალური საბავშვო ტრანსპორტის 3-დან 1-1 ნაკრების შეძენა შესაძლებელია Kickstarter-ის მეშვეობით. პატარა ასაკის ბავშვებისთვის, რომელიც შედგება 6 მოდელისგან, ღირს $300, ხოლო უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის $500-დან $600-მდე. მიწოდების დაწყება იგეგმება 2016 წლის იანვრისთვის. თუ დღეს რაიმე შეუძლებელი გონიათ, მოითმინეთ ზუსტად 1 კვირა. შეიძლება ციფრული დაიჯესტის შემდეგმა ეპიზოდმა მეცნიერთა მიღწევებით თქვენი შეხედულება შეცვალოს. ნახვამდის.